დღეს მე და ჩემი მეწყვილე ზაზა კოპაძე გავედით ქარელში კარდაკარის პროგრამაზე, რაზეც შევედით ერთ-ერთი პოლიციელის ოჯახში, რომლის მშობელმა მოგცა ყველანაირი მონაცემები თავის ოჯახის წევრების და აღწერეთ ყველანი. ის იყო ელბაკ ერთი წუთით. ესენი არიან გაიოზ ელბაქიძის ოჯახი, რომელშიც იყვნენ ზურაბ ელბაქიძე, თორნიკე ელბაქიძე და დედა ლეილა მინდიაშვილი, რომელმაც მოგცეს მონაცემები და არ იყო არანაირი უთანხმოება ჩვენ შორის და ნორმალურად წარიმართა, ხოლო მის ოჯახში მისი ოჯახის წევრი, რომელიც არის პოლიციელი ირაკლი ელბაქიძე, რომელიც მისი ვაჟიშვილია, გაიგო მივედით მის ოჯახშიც, რომელიც ცალკე ცხოვრობს, მან არ მიგვიღო და გარვაგრძელეთ გზა, შემდეგ ვიყავით მის მეზობლად, როდესაც თვითონ შემოვიდა და გვითხრა, რომ ჩემს ოჯახში თუ იყავით დედაჩემისა და მამაჩემის მშობლებით, კი, აინტერესებდა. ჩვენ ვთქვით, რომ ვიყავით და თავზე დაგვადგა, რომ სასწრაფოდ გაგვეფუჭებინა ჩვენ მისი მონაცემები, მისი ოჯახის მონაცემები გაგვეფუჭებინა. ჩვენ რაზეც ვუთხარით, რომ არა გვაქვს კორექტორი და წავშლით და იმას აქვთ და სასწრაფოდ დაგვადგა და პასტით გადაგვაბაღაჯინია, რომ გაამუქეთ გვეძალებოდა. ჩვენ ვუთხარით, რომ არ შეიძლება ამ ფურცლის გაფუჭება და ეს ფურცელი უნდა გაკეთდეს ნორმალურად გავაკეთებ, მივიდან თეთ კორექტორს გადავშლი, რის იმაზეც მე ზეწოლა იყო, რომ არ გინდა თუ არა უნდა წაშალოთ, მე ვთხოვე, რომ მომიტანე. უკვე შეკამათება წავიდა, ძალიან ძლიერი შეკამათება წავიდა, რის საფუძველზეც წავიდა და მოიტანა კორექტორი და გადავშალეთ და პოლიციელებთან, პოლიციელის ოჯახებთან დაკავშირება შესვლა არ შეიძლება. რაზეც მის მეზობელმა აგრეთვე პოლიციელმა საერთოდ არ შეგვიშვა. სად არის ბატონო ირაკლი? სად არის ბატონო? არ არის სახლში. ირაკლი ელბაქიძის ნახავი და ეს. ხო მოგახსენეთ ჩვენ ყველაფერი. მე მიმართა თვითონაც ხალბატონო, როგორც მოგახსენათ ჩემმა თანამშრომელმა ოპერატიულმა მორიგემ მიმართა ჩვენ პრესცენტრს, ისინი გაქცევენ ამომწურავ პაზულს.